დაღუპულის ვინაობა უკვე ცნობილია, ეს არის 40 წლამდე მამაკაცი, სავარაუდოდ იმ საწარმოს თანამშრომელი, რომელშიც მტაცებელი 3 დღის განმავლობაში იმალებოდა. ის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი მდგომარეობა იმდენად მძიმე აღმოჩნდა, რომ მისი გადარჩენა უკვე ვეღარ მოხერხდა. ნიკა მოლდინაშვილი ჩაგვესწრება რესპუბლიკურ საავადმყოფოდან პირდაპირ ეთერში. ნიკა, გისმენთ. დიახ, თამარ, ლაგუნავერის მიმდებარე ტერიტორიიდან დაშავებული მამაკაცი, რომელიც 40 წლამდე არის, გადმოიყვანეს პირდაპირ რესპუბლიკურ საავადმყოფოს მიმღებში. ჩვენ ცოტა ხნის წინ ვესაუბრეთ მთავარ ექიმს, რომელმაც ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ მოყვანისთანავე, როდესაც შეამოწმეს დაშავებული, მას უკვე პულსი აღარ უცემდა და როგორც მან განაცხადა, ამ დროისთვის მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. ექიმების განცხადებით 40 წლის მამაკაცს დაზიანებული ჰქონდა ყელის არე და როგორც ექიმებმა თქვეს, ვეფხმა მას საძილე არტერია დაუზიანა. მოყვანილი იქნა პაციენტი ცხოველის მიერ დაზიანებული, მას ეს შემოვიდა გულის გაჩერებით, სიცოცხლესთან შეუთავსებელი ჭრილობები ჰქონდა, ჩატარებული რეანიმაციული სასწრაფოდ სამწუხაროდ გულის რიტმის აღდგენა ვერ მოხდა, პაციენტი მოკვდა. ის არ არის ჯერჯერობით იდენტიფიცირებული, დაახლოებით მამაკაცი არის, დაახლოებით 40-დან 50 წლის ასაკის. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ თითქოს კიდევ ერთი ადამიანი იყო მტაცებლისგან დაშავებული, თუმცა ეს ინფორმაცია რესპუბლიკურ საავადმყოფოში არ დაგვიდასტურეს, სხვა ადამიანი არ მივყვანეთ არც სხვა საავადმყოფოში. ნიკა, ოჯახის წევრებს თუ აქვთ ინფორმაცია დაღუპვასთან დაკავშირებით? ჩვენ რამდენიმე წამის წინ ვიმყოფებოდით რესპუბლიკურ საავადმყოფოს მიმღებში და იქ ჯერჯერობით დაღუპულის ოჯახის წევრები არ გამოჩენილან, შესაბამისად ჩვენთვის უცნობია, აქვს თუ არა ინფორმაცია ოჯახს. დიდი მადლობა, ეს იყო ნიკა მოლოდინაშვილი. ინფორმაციით მამაკაცი, რომელიც ვეფხმა დაგრიჯა დაიღუპა, სპეცოპერაცია ლაგუნავერის მიმდებარე ტერიტორიაზე გრძელდება ისმის როლის ხმა, თუმცა მხეცის ლიკვიდაცია ჯერჯერობით ვერ ხერხდება. სპეცდანიშნულების რაზმი ვეფხვის განეიტრალებას ვერ ახერხებს. არსებობს ინფორმაცია, რომ ის დაჭრილია. განცხადება გააკეთა შინაგან საქმეთა მინისტრმა, მისი ინფორმაციით უსაფრთხოების ზომები ადგილზე მიღებულია და საკმარისი ძალებია მობილიზებული. ნათია ქენქაძე ჩაგვერთვება ბოლო ინფორმაციით. ნათია, რა ვითარება ამ დროისთვის? ლაგუნავერის მიმდებარე ტერიტორიაზე მაუდის ფაბრიკის ეზოში მიმდინარე სპეცოპერაციას პირადად ადევნებს თვალყურს შინაგან საქმეთა მინისტრი, აქ იმყოფება კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელი მინდია ჯანელიძე, ასევე ზოოპარკის დირექტორი და ზოოპარკის თანამშრომლები. ადგილზე მობილიზებული არის სპეცდანიშნულების რამდენიმე რაზმი, სამაშველო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები და მიმდინარეობს ცხოველის ძებნის და მისი ლიკვიდაციის სამუშაოები. შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, უსაფრთხოების ზომები არის მაქსიმალურად დაცული. ვახტანგ გომოლაური აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში თუ მოხერხდება მტაცებელი ცხოველის დაძინება და მისი ლიკვიდაციის გარეშე დაკავება, ისინი შეეცდებიან, რომ არ მოახდინონ ცხოველის ლიკვიდაცია. მომბის გადამღები ჯგუფი ერთადერთი იყო, რომელმაც პირველმა შეძლო შეღწევა იმ ტერიტორიაზე, სადაც რამდენიმე წუთის წინ მოხდა ტრაგიკული შემთხვევა. თვითმხილველების ინფორმაციით, ერთ-ერთი მუშა, რომელიც გარკვეულ სამუშაოებს ასრულებდა მაუდის ფაბრიკის შენობის ეზოში, დაგლიჯა მტაცებელმა ცხოველმა, სავარაუდოდ ეს წინასწარი ინფორმაციით ეს იყო ბენგალური ვეფხვი, იმ დროს, როდესაც ის შევიდა შენობის პირველ სართულზე მდებარე საწყობში. ეს არის სამსართულიანი ნაგებობა, რომლის ნაწილის დაცლილია და იქ არ ფუნქციონირებს არანაირი დაწესებულება. ნაწილში კი, როგორც უკვე გითხარით, განთავსებული არის მაუდის ფაბრიკა და იმ დროისთვის, როდესაც მოხდა ეს შემთხვევა, საკმაოდ ბევრი ადამიანი იმყოფებოდა როგორც თვითონ შენობაში, ასევე მიმდებარე ტერიტორიაზე და ისინი გახდნენ ამ შემთხვევის თვითმხილველები. ამ დროისთვის შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, შენობა მთლიანად არის დაცლილი ადამიანებისგან და ტერიტორიაზე იმყოფება მხოლოდ სპეცდანიშნულების რაზმი, რომელიც ძებნის სამუშაოებს ახორციელებს. სად იყო ზუსტად? ხოლმე ევაკუაციას მოვახდენ შენობის და მე მთლიანად გავასუფთავ. აქ შიგნი მოკლა, შიგნი. რაღაც კაჩორიდან რაღაც ტალახის გამო. ფანარი აქვს ჩართული და აიყვანა სასწრაფო, ზუსტად არ ვიცი. ადი მიდი, ადი, აქედან ადი, აქედან. სად იყო ზუსტად ისა? ხო, ოთახების განლაგება უკარნახეს სპეცრაზმს. თქვენ აქ იყავით? არაფერი კაცი დაგლიჯა ლომმა, შევიდა საწყობში და დაგლიჯა ლომმა. მაუდის ის არის ძველი ისა საწყობები გვაქვს აქ და აქ მუშაობ. ქართული სპეცდანიშნულების რაზმი გამოძახებული იქნა, სავარაუდოდ საწყობში მოხდა ეს დახურულ სივრცეში. იქნა ადამიანი დაგლეჯილი, სავარაუდოდ გარდაცვლილი იყო, როცა უკვე წაიყვანეს სასწრაფო დახმარების მანქანით. ეხლა მიდის ზებნა, თუ რამე ახალი იქნება თუ ნახავენ, ვეცდებით რომ დააძინონ და გაიყვანონ თუ შეძლებენ ზოოპარკის თანამშრომლები, თუ არა და მოხდება მისი ლიკვიდაცია. გაიყვანეს კი, ხალხი გაიყვანეს.
ადამიანს ვინც მუშაობდა შენობაში გაყვანილია. საწყობში შიგნით არავინ არის, რა თქმა უნდა, სპეცდანაშრომების რაზმის გარდა. დახურული სივრცეა და გასული ვერ გავიდოდა შენობიდან. უსაფრთხოების გამკაცრებულია მთელ პერიმეტრზე ამ დროისთვის გადაკეტილი არის ლაგუნავერესთან მისასვლელი ყველა გზა, თუმცა ფეხით მოსიარულეები გადაადგილდებიან მიმდებარე ტერიტორიაზე და მოშორებით გალავნის მიმდებარე ტერიტორიიდან ადევნებენ თვალყურს მტაცებელი ცხოველის დევნის ოპერაციას, თუმცა როგორც უკვე გითხარით, შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით უსაფრთხოების ზომები არის დაცული და ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რომ მსხვერპლი არ გაიზარდოს და პრესოპერაციამ ჩაიაროს დაზიანებისა და მსხვერპლის გარეშე. ჩერჩებით ამ ტერიტორიაზე და უახლოეს ინფორმაციას მოგაწვით. მადლობა, ეს იყო ნაჩი აქცია, რომელიც სულ რამდენიმე წუთის წინ გავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანის ინფორმაციით, ამ დროისთვის ვებხვი უკვე ლიკვიდირებულია. დეტალებს ჩვენ ოდნავ მოგვიანებით ლაგუნავერის მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობა შეზღუდულია. ადგილზე რამდენიმე წუთის წინ შევიდნენ დედაქალაქის მერი და ზოოპარკის დირექტორი. ბარაზის ხევთან სამართალდამცველებმა ტერიტორია გადაკეტეს, სადაც მოქალაქეებს არ უშვებენ. წინასწარი ვერსიის მტაცებელი ცხოველი ერთ-ერთი საწყობის ტერიტორიაზე იმყოფება. ლევან კვატაშიძეა პირდაპირ ეთერში, გისმენთ ლევან. თამარ, ეს არის სწორედ ის ტერიტორია, საწყობის შენობა, სადაც ვებხმა მამაკაც სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები მიაყენა. როგორც ხედავთ, ამ ტერიტორიაზე მიღებული არის უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები, საწყობის მთელი პერიმეტრის ყვითელი სპეციალური ლენტით არის შემოფარგლული და ჩვენ ამ ტერიტორიაზე მისვლის საშუალება უკვე აღარ გვაქვს. რამდენიმე წუთის წინ გაისმა გასროლის ხმაც ამ ტერიტორიაზე, ჩვენ დაზუსტებით არ შეგვიძლია ვთქვათ, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით ვებხვი არის დაჭრილი, თუმცა საბოლოოდ მისი ლიკვიდირება ჯერჯერობით ვერ მომხდარა და ამ წუთებში სამართალდამცველები, რომლებიც არიან შეიარაღებულები, ცდილობენ მოახდინონ მისი ლიკვიდაცია ან საბოლოო დაძინება. რაც შეეხება მამაკაცს, რომელმაც სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო, ის უკვე გადაიყვანა სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა. ეს ტერიტორია დატოვეს დღის განმავლობაში, მას შემდეგ, როდესაც მოხდა ინციდენტი, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვებხმა დააზიანა კიდევ ერთი მამაკაცი, თუმცა ჩვენ ასევე დაზუსტებით არ შეგვიძლია ამის შესახებაც მოგაწოდოთ ინფორმაცია. ასეთი არის მდგომარეობა ამ წუთებში ტერიტორიაზე, სადაც ჩვენ უკვე მისვლის საშუალება არ გვაქვს. შესაბამისად მდგომარეობა არის ასეთი. ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ ის კომენტარები და რა ხდებოდა შემთხვევის ადგილზე არსებული სიტუაცია, კომენტარები, რომელიც რამდენიმე წუთის წინ იქნა ჩაწერილი. კარგი, მაშინ იქნება მოვასწროთ მე ოჩის ის ადასტურებს. რაც გადააყურებს. და დაღუპულია. რამეს გეტყვი იმას, რომ ისევ შიგნით არიან. უკაცრავად გუში მე ვიყავი კვირა სამსახურში, როცა ბიჭმა დამირეკა შენი კარების წინო ვებხვი დადისო, მაგრამ კათვერიცანი ვებხვია თუ ლომიო. იმიტომ რომ თურმე ყოფილი ალბინოსი ვებხვი. და ტალახში ეკონა დასვილი. მოვედი აღარ იყო ვებხვი, ვიფიქრე წაიღეს, წაიყვანეს. მე ნახეს იქით 10 კაცი შევიდა გუშინ 5 საათისთვის. დარი იყო ხმა არ გამოუღია და დილით რომ მოვედი, ნახე ყუთები, პადონები გადმოთრეული ასე. და ვიფიქრეთ, ყველამ დავასკვენით, რომ წაიღეს უკვე საღამოთი, როცა ხალხი აქ არ იყო. ამასობაში ისევ ისე გამოცოცხლა ალბათ, თუ მეორე არ არის, გამოძვრა იქიდან და შეძვრა ეს დიდი ალაყაფის კარები რო აქვს საწყობს. უშინახეს, ასე ვთქვათ, მკვდარი, იმიტომ რომ 10 კაცი დაადგა თავზე. და არ გამოიძახეს სამსახურები. კიდე მოვიდნენ, დღეს 3ჯერ იყვნენ, 4ჯერ იყვნენ. და რატო არ წაიყვანეს ტერიტორიიდან? რა ვიცი, პირველად იყვნენ ზოოპარკის ხალხი. მერე მოვიდნენ სხვები. ლომი იყო და კაცი დაგლიჯაოდა. ლომი შიგნით იყო შენობაში, ქალბატონი. შენობაში. დაიღუპა ეს კაცი? რა ვიცი, დაგლიჯაო თქვენს. დავინახე რომ ვებხვი გამოვარდა და ერთ საინკა. რამდენი ხნის წინ დაახლოებით და შიგნით იყო ტერიტორია. იმ საწყობიდან გამოვარდა. ადამიანის მდგომარეობა როგორია? არ უძრავად გრევს. მუშაობს შესაბამისი სამსახურები, მაქსიმალურად ცდილობენ რომ მოხდეს
დაძინება ან განეიტრალება. მე ვთხოვ ახლა ოპერატორს ვაჩვენოთ კადრში თუ რა ხდება ამ წუთებში გმირთან მოედანზე. ეს არის ტერიტორია და გზის მიმართულება, რომელიც ესაზღვრება ლაგუნა ვერეს მტკვრის მარჯვენა სანაპიროს. აქ მოძრაობა პრაქტიკულად უკვე მთლიანად არის შეზღუდული. გადაადგილება არის აკრძალული, მობილიზებული არიან სამართალდამცველები და რამდენიმე წუთის წინ ჩვენ მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ ვებხვი უკვე არის დაძინებული, თუმცა ამ ინფორმაციას ჩვენ შესაბამისი უწყებების მხრიდან ოფიციალურად ვერ ვადასტურებთ. ამ ტერიტორიაზე უკვე იმყოფებიან შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები, მათ შორის იმყოფება ზოოპარკის ადმინისტრაცია, მისი დირექტორი და სწორედ მისი მეთვალყურეობის ქვეშ მიმდინარეობდა დაკავებისა და მისი ლიკვიდაციის ან დაძინების ოპერაცია. შესაბამისად, ასეთი არის მდგომარეობა ამ წუთებში გმირთან მოედანზე, ლაგუნავერის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც დაზუსტებით შეგვიძლია უკვე ვთქვათ, რომ მტაცებელი, რომელიც იმყოფებოდა ხვნილების საწყობში, მან მიაყენა მამაკაც სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები. ლევან მთავრობა გუშინ ნავრცელებდა ინფორმაციას ისევე როგორც ზოოპარკის ადმინისტრაცია, რომ ყველა მტაცებელი ცხოველი უკვე ან ლიკვიდირებული, ან დაბრუნებული უკან ვოლიერებში. თუ გააკეთა ახსნა განმარტება ამასთან დაკავშირებით ზოოპარკის დირექტორმა, რომელიც როგორც ახლა ჩვენ კადრებში დავინახეთ, ამ ტერიტორიაზე იმყოფება. თამარ ზოოპარკის დირექტორი ადგილზე იმყოფება, თუმცა ჯერჯერობით მისი მხრიდან კომენტარი არ გაკეთებულა. ჩვენ როდესაც ასევე ვმუშაობდით გუშინ ზოოპარკში, სწორედ მათ მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ ეძებდნენ სამ ცხოველს, თუმცა მათ არ დაუსახელებიათ, რომ შესაძლოა თბილისის ქუჩებში ყოფილიყო ვებხვი. ამ ინფორმაციას ავრცელებდნენ გუშინ, თუმცა ფაქტია, რომ დღეს სწორედ ამ ტერიტორიაზე ფხვნილების საწყობში აღმოჩნდა ვებხვი მტაცებელი, რომელმაც მამაკაც სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები მიაყენა. დიდი მადლობა, ეს იყო ლევან კვატაშიძე, რომელიც მოამბის პირდაპირ ეთერში ლაგუნა ვერეს ტერიტორიიდან გვერდებოდა.